სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა ახალი განყოფილება დავიწყეთ ჩვენ 26-ე, რიგით 26-ე, იგივე წელს 1993 წლის 9 ნოემბერს. დაახლოებით ერთ თვეში მან შეპირისპირებამ ისევ შეკრიბა ხალხი, იმიტომ რომ გროვდება კითხვები ძალიან, თუ 3000 არის უკვე მრევლის რაოდენობა, წარმოვიდგინეთ, რამდენ ადამიანს ექნება და ხშირად კითხვები როგორც ადრე აღვნიშნე, უკაცრავად მეორდება ხოლმე. იმიტომ რომ ზოგი არ დასწრებენ, ზოგს არ მოусმენ და ხა ჯონი ხო არ ეტყვის და არ შეაბრუნებს, ხო და ახლაც რასაც მოისმენ თქვენ, ალბათ მოსმენელი გაქვთ, შეიძლება კიდევ ცოტა სხვა კუთხით დაინახოს ჯონმა ეს პრობლემა. შესავალ სიტყვას ესე იწყებს ბატონი ჯონი. კარგით, ჩვენ გვინდა რომ ერთმანეთთან დავყოთ ეს დრო ამაღამ ბიბლიური კითხვები და პასუხებისათვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ დროს, იმიტომ რომ ეს შესანიშნავი არის საშუალება თქვენთან დიალოგისათვის. ასე რომ თუ გაქვთ თქვენ შეკითხვა, აიღეთ მიკროფონი. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ რომ უპასუხოთ მანგოს. ბიჭოს, ხედავ, ჩვენი გემბანი უკვე ძალიან გადატვირთულია ამაღამ. აი აქეთ გადავალ ჩვენ მარჯვენა მხარეს. აუდიტორიდან სალამი, მე ქელი მქვია. ერთი წუთით მოიცადეთ, ჯონი ეუნება, აქ მიკროფონი არ ყოფილა ჩართული, გადადით მარჯვნივ და აგრძელებს ქელი. მე მქვია ქელი და მსურს ვიცოდე. სამყარო დაინახავს და მიხვდება იმას, როდესაც ატაცება მოხდება, როდესაც იესო ქრისტე დაბრუნდება თავისი წმინდანებისათვის. აპირებს თუ არა ამას სოფლიო რომ დაინახოს და მიხვდეს, თუ რა მოხდა ამ დროს. არის რაიმე ადგილი წმინდა წერილში, რომელიც უფრო მეტად გვეტყვის ამის შესახებ. ჯონი მაკარტური პასუხობს. დიახ, თქვენს კითხვაზე ძირითადად ასე შეიძლება პასუხის გაცემა. რა თქმა უნდა, სოფლიო გაიგებს, რომ რაღაცა მოხდა. მაგრამ ამავე დროს, როგორც ჩანს, ისინი არ აპირებენ იმის აღიარებას, რაც მოხდა. მაგალითად, როდესაც ხდება ატაცება, როდესაც თქვენ გვეკითხებით, უფალი უბრალოდ წარიტაცებს ქრისტიანებს, რაც საეკლესიო ეპოქის დასასრულია. ეკლესია გაყვანილია. როდესაც ეს მოხდება, სოფლიო მიხვდება ამას, იმიტომ რომ მილიონობით ადამიანი მყისიერად გაქრება. უბრალოდ აღარ იქნება. ცხედრებიც იცით რომ აღდგებიან. არც ერთი, ვინც ქრისტეშია გარდაცვლილი. და მე ხშირად მაინტერესებდა რა დაემართებოდა მორგში მყოფ ადამიანებს, წარმოვიდეთ ბალზამირების ადგილებზე, როდესაც უცებ ბრუნდება ეს პიროვნება და იქ გვამს ვეღარ პოულობს. ხედავთ? ეს მათი გვამები იცით რომ სულებს შეუერთებიან. ეს აუცილებლად მოხდება, ამას გვეუბნება პირველ თესალონიკელთა მეოთხე თავი, ეს მე მოვძებნე ეს ადგილი, რასაც ჯონი საუბრობდა, რომ თქვენთვის მიმეთითებინა, საიდან საუბრობდა. მას არ მოუყვანია და მე წაგიკითხავთ მე-13 მუხლიდან. არ გსურს პირველ თესალონიკელთა მეოთხე თავი. არ გსურს ძმებო, უცოდინარნი იყოთ განსვენებულთა შესახებ, რათა არ ინაღლოთ სხვებივით. იმედი რომ არ გააჩნიათ. ვინაიდან თუ გწამს რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ იესოში განსვენებულებსაც მოიყვანს ღმერთი მასთან ერთად. რადგან ამას გეუბნებით თქვენ, უფლის სიტყვისამებ, რომ ჩვენ ცოცხლად დარჩენილი უფლის მოსვლისას განსვენებულებს ვერ დავასწრებთ. ვინაიდან თვითონ უფალი ჩამოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარ ანგელოზის ხმით და ღვთისაყვირით და ჯერ ქრისტეში განსვენებული აღდგებიან. შემდეგ კი ჩვენ ცოცხლად დარჩენილები მათთან ერთად ვიქნებით ატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად უფალთან ვიქნებით სამარადისოდ. ამიტომ ანუგეშეთ ერთმანეთი ამ სიტყვებით. ხედავთ? რაც ჩვენ ვახსენეთ, ეს მოხდება, მაგრამ სოფლიო, კაცობრიობა, ირგვლივ, როგორც ჩანს, არ აღიარებს ამას. რადგან ატაცების შემდეგ, როგორც ეს ბევრჯერ მომიყოლია თქვენთვის, დიდი სულიერი გამოღვიძება და აღორძინება არ ხდება. 3.5 წლის პერიოდი გახსოვთ ხომ, რომელსაც უბედურება ეწოდება, დიდი ურვა, ატაცებას მოყვება. პირველ 3 წლიდან ნახევარში საერთოდ ადგილი არ აქვს რაიმე სახის სულიერ აღორძინებას ან გამოღვიძებას. პირიქით, სინამდვილეში ეკლესია გაყვანის შემდეგ ნამდვილად აღარ დარჩება არავინ მახარობელი. და ეს გავს იმას, რაც იესომ უთხრა მდიდარს და ლაზარეს, გახსოვთ ხო?
გახსოვთ მდიდარმა თქვა, ნება მომეცი, დავბრუნდე, ჩემს ძმებს უთხრა და გავაფრთხილო. და იესომ უთხრა, თუ მათ არ ჯერა წმინდა წერილების, ისინი არ დაიჯერებენ მკვდრეთით აღმდგარისასო. და თუ მათ არ ჯერა წმინდა წერილების, ისინი არ დაიჯერებენ, ასე რომ არც ატაცების დაჯერებას აპირებენ ისინი. სინამდვილეში საპირისპირო ხდება, როდესაც ჩვენ მივდივართ უკვე გამოცხადების წიგნის მე-11 თავში, გახსოვთ ორი მოწმე იგზავნება მთელ სოფლიოში და მე მჯერა რომ ისინი პირველ სამნახევარში არიან, ეს მოწმეები, ორი მოწმე სახელად ზეთისხილის რტოები და ლამპრები, სალამპრეები იგზავნება მთელ სოფლიოში საქადაგებლად. მაგრამ რას უკეთებს სამყარო მას? სამყარო მათ მოკლავს. ასე არიან ისინი მტრულად განწყობილი მორწმუნეების მიმართ. ახლა მე ხშირად მეკითხებიან, როგორ უნდა ავხსნათ ეს? ნება მომეცით მოგცეთ ილუსტრაცია, რომელიც მე ადრე მომიყოლია კიდევაც. გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ ჩვენ ეკლესიაში მოვიდა ახალგაზრდა კაცი და მას შეუკვეთეს სიმღერის დაწერა, ოპერის დაწერა. ეს იყო კომპანია Schremer Music Company, რომელიც ალბათ სოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მუსიკალური პროდიუსერი და გამომცემელია. ისინი აქვეყნებენ უამრავ საეკლესიო მუსიკასაც. მაგრამ შრიმერები იმდროინდელი ხალხი, როგორც მან მითხრა, რომლებიც მართავდნენ კომპანიას, ყურებამდე ჩაძირული იყვნენ ოკულტიზმში და კავშირი ჰქონდათ მედიუმებსა და სულებს შორის, დემონებთან. მათ ყავდათ ეს საზოგადოება, აღარ შემიძლია ახლა გავიხსენო მისი სახელი, მაგრამ ეს იყო სანტა მონიკაში. ისინი შეხვდნენ და გაიარეს ეს გარიგებები და ეს კავშირები მედიუმებთან. ეკონტაქტებდნენ დემონის სულებს და ეს ყველაფერი მათთან ხდებოდა. ახლა ამ ახალგაზრდას როცა დაევალა დაეწელა როკ ოპერა და ძალიან გავდა ეს იესო ქრისტეს სუპერ ვარსკვლავ ოპერას, ერთ-ერთ მათგანს სახელად იწოდოდა Elysium 1990. მან დაწერა ყველაფერი და თქვა, რომ ეს ყველაფერი დემონების სულების მიერ იყო ნაკარნახევი მისთვის. სხვა სიტყვებით რომ თქვა, ეს იყო ავტომატიური წერა. მან ეს აღწერა, რომ ეს რაღაც ავტომატურად ერთი ხელის მოსმით დაწერა. მან ხოლო ჩანაწერები გააკეთა, დანარჩენს კი დემონები კარნახობდნენ და მათ კონტროლის ქვეშ იყო. მან ეს გააკეთა ძალიან სწრაფად და ძალიან მალე მორჩა. მან ასევე მოგვიყვა, თუ როგორ იყვნენ ისინი ჩართულები ახალი ერის, ანუ New Age-ის საზოგადოებაში, თელ ოკულტურისტულ გარიგებაში. ამას მაგათაც თქვათ ოქროს გარიჟის საზოგადოება, ან მსგავსი რაღაც იყო. როდესაც ის შევიდა, მან ისწავლა ყველაფერი ამის შესახებ და მას მიცეს წიგნი, რომელიც მე მომიტანა. მან მომიტანა ეს წიგნი და ამ წიგნს რო გადავხედე, იქ იყო ძალიან საინტერესო განყოფილება. წიგნში რა თქვამია, რომ ჩვენ ყავს ჩვენი დემონები სხვადასხვა პლანეტაზე. ჩვენ ყავს ისინი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ჩვენ ყავს ჩვენი სულიერი არსებები, რომლებიც განლაგებულია მსოფლიოს ყველა ქვეყნის მთავრობაში და ჩვენ მუშაობთ ამ სახის მასიურ გეგმაზე და ამ ყველაფერს და წიგნის ერთ-ერთი ნაწილი ეხებოდა ზუსტად ამ ადგილს ატაცების პერიოდს. ნათქვამია, რომ ერთ დღეს ჩვენ ვაპირეთ ამ ქვეყნიდან ყველა ქრისტიანის ჩამოშორებას, რომლებიც ხელს უშლიან საზოგადოებას ცნობიერების შემდეგი უფრო მაღალი დონის მიღწევაში. ასე რომ დემონებმა უკვე ჩამოაყალიბეს თავიანთი პასუხი, რაღაც სტრატეგია ახსნა ქრისტიანების ატაცების შესახებ. ისინი უბრალოდ აპირებენ, რომ უთხრან ადამიანებს, ვინც დარჩებიან, რომ ეს ადამიანები გაყვანილი იქნენ, მოაშორეს სამყაროს, რათა საზოგადოება უფრო განვითარდეს და უფრო მაღალ დონეზე ამაღლდეს. ხედავთ? და ურწმუნო ხალხი ამას სწრაფად იყიდის, ვიდრე ჭეშმარიტებას და სიმართლეს. ასე რომ მე არ ამგონია, რომ იმ დროს რაღაცა დიდ აღორძინებას, დიდ რაღაცა რომ მიხვდებიან და გამოიღვიძებენ ან კიდე რაღაც სულიერ გამოღვიძებას ექნება ადგილი. დიდი აღორძინება, როგორც ესეთი, იწყება გასაჭირის შუა პერიოდში, როდესაც ღმერთი, იცით ხომ, დაბეჭდავს 154,000 ებრაელს და ისინი იგზავნებიან მთელ სოფლიოში მახარობლებად ევანგელიზაციის გასაწევად. და შემდეგ, როდესაც მთელი ჯოჯოხეთი იშლება მთელ დედამიწაზე, ეს არის ის, რაც ადამიანებს უკვე უბიძგებს ხსნის გაგებისაკენ და იწყებენ უკვე მონანიებას, რომელიც უკვე მოდის იესო ქრისტეში. და მართლაც მაგ დროს ძალიან ბევრი ადამიანი, იცით, ზღვა ხალხისა გადარჩება. გასაგებია? დიახ, მადლობთ ჯონ, გასაგებია.